პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მოკვლევის მიზნით მეუღლეს დანით გულმკერდისა და ზურგის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის და პირადი მოტივით დოკუმენტის დაზიანების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.